ბატონგია, დღეს რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თუ შეცვლიდით რაიმეს 11 წლის წინ ჩატარებულ სპეცოპერაციაში? პრაქტიკულად არა, ერთადერთი უფრო კაცრი გაფრთხილება იქნებოდა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ვერტფრენები ჯერ კიდევ არ იყო დამჯდარი მიწაზე, რომ მათ გაუხსნეს ცეცხლი და რომ არა ფრინავის შამილ ქორქოშაძის ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი, სადღაც 20 სპეცრაზმელი იქნებოდა მკვდარი. ბუნებრივია, ძალიან წუხვარ და ყოველთვის ადამიანურად ნორმალურია, როცა ადამიანები იღუპებიან, ამასთან დაკავშირებით კონდეს გულში ხინჯი და ცუდია ეს. სპეცოპერაციისას სახლში 4 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. რამდენად იყო სპეცოპერაციისას გამოყენებული ძალა პროპორციული? ყველაზე სწორი ფორმა იქნა შერჩეული ჩემი აზრით, მაქსიმალური ძალების გამოყენებით, რომ ყოფილიყო არა მარტო აი ამ აფასების სახლის გარშემო პერიმეტრი აბსოლუტურად დაცული, არამედ მთელი სოფლის გარშემო და პრაქტიკულად ყველა სახლი ყოფილიყო გაკონტროლებული. მეზობის სახლებსაც ჰქონდათ ნატყვიარები. ეხა ნატყვიარი საიდანაც წავიდა, შეგიძლიათ ასე ვთქვათ ექსპერტიზის მონაცემები ნახოთ, იმიტომ რომ აფრასწების სახლი არის სოფლის ბოლოში, შესაბამისად ისინი ისროდნენ ზემოდან ქვემოთ. ხო? დანარჩენი სოფელი არის სწორედ ქვემოთ. აფრასიძეები ამბობენ, რომ ისინი უკვე დაკავებულები იყვნენ, როდესაც სპეცრაზმელებმა ჩაცხილეს ერთ-ერთი ძმა ომიხ აფრასიძე. ეს მადლობა ღმერთს, წლების განმავლობაში მიმდინარე ეს აბსურდული კინკლაობა, რომ თურმე ეს ხალხი საერთოდ უდანაშაულო იყო, რომ იარაღიც არ ქონდათ, რომ იარაღიც ცხოვრებაში არ უსვლიათ, ან პოლიციისთვისაც შეერაღებული წინააღმდეგობა არასდროს არ გაუწევიათ, იმედია დამთავრდება, იმიტომ რომ ეხლა რაღაც კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, როგორც ვატყობ, ეს ვითარება, იმიტომ რომ ხელისუფლება იძულებულია რაღაცა მაინც გააკეთოს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, რომელიმე ჩვენთაგან დაგვადანაშაულოს, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ვერ დამარცხდება, სიმართლე გაიმარჯვებს. იმ სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას უამრავი სპეცრაზმელი, რომელიც დაგვიდასტურებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერტფრენი გვაქვს დაზიანებული, ჯერ კიდევ ჰაერში, რისთვისაც ვერტფრენის ფრინავი დააჯილდოვა პრეზიდენტმა მისი გმირობისა და პროფესიონალიზმის გამო, რომ მან გადაარჩინა სადღაც ალბათ 20-მდე სპეცრაზმელი, ხო? მე არ მგონია, რომ ეხლა ეს ჩემი ამოცანა იყოს, რომ ვამტკიცო, რა მოხდა, იქ არავინ არ იყო იქ მისული იმისთვის, რომ ვინმესთვის ევნო საგანო. რა სიტყვით დღეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით და თუ გაქვთ მოლოდინი, რომ დაგაკავებენ? მე აბსოლუტურად არაფერს არ გამოვრიცხავ ამ ხელისუფლებისგან, რომლის ამოცანა ეხლა არის ისა, რომ რაღაცნაირად გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. უკვე ნათელია ყველასთვის, რომ ესენი იმ პირობების და დაპირებების შემსრულებლები არ არიან. არჩევნები მე მგონი, რომ აპირებენ კიდევაც ამ შემოდგომაზე, ყველა შემთხვევაში შეიძლება ითქვას უკვე კარს მოადგათ. და უნდა გაანადგურონ ბოლომდე პოლიტიკური ოპონენტი და თქვან, რომ ესენი არიან საშინელებები, ბავშვებს ჭურში აღჭობდნენ, პრემიერ-მინისტრს კლავდნენ, აგერ ხალხს დაკავებულ ადამიანებს კლავდნენ და მოკლედ პირსისხლიანები არიან და უნდა აბსოლუტურად მოწმინდონ ველი, პოლიტიკური ველი. ამათგან ყველაფერს მოველი აბსოლუტურად და თქვენი არხის საშუალებითაც ვამბობ, აი ახლა გვაქვს ნატო საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ნატო საპარლამენტო ასამბლეის კომისიის ხდომა, ცოტა ხნით მივდივარ ბრიუსელში, იქიდან ვიქნები კიევში, არცად გაფარვას არ ვაპირებ, აუცილებლად დავბრუნდები და ჩამოვალ და თუ საჭიროა, მომიხსნიან იმუნიტეტს, ჩავჯდები ციხეში, ვიქნები ჩემს მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემს სიმართლეში, თუ ჩვენს ბრძოლას ეს ჭირდება, მე ნახდათ არ მიცემ არავის იმის ასე ვთქვათ, ფუფუნებას და იმის თქმის საშუალებას, რომ აი მე სადღაც გავიქეცი და დავიმალე, ხო? ასე რომ ჩვენი ბრძოლა ეს არ არის პირველი წელი, არ არის მარტივი, ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულ ძალას ვებრძვით ვიდრე ივანიშვილია და
მისი რაღაც შემოკრებილი, მის ფულის გარშემო შემოკრებული ადამიანები, ასე რომ ამით ვერ შეგვაშინებენ. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს, მადლობა თქვენ.